დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ალბათ შეამჩნიეთ საფეხურები, რომელსაც მე აუცილებლად დავაფეხურებ, არა დავადგავ ფეხს და კიდევ ერთხელ შევალ კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან და მასთან ერთად გავატარებ დილას. 1 და 2. სახში არა ვარ! სახში არა ვარ! მიხდით ხმაზე, მიხდით ვინ არის, მიხდით ხმაზე. სხვათა შორის, ქალბატონი. სულა! დილამშვიდობისა, როგორ ახარ? Welcome to Miami არა, my house. ესე იგი. როგორ ახარ? მინდა, არა, შესანამ დაიწყე. მე დილით ყავდა დაბარებული ისინი, რა პარკეთშიკები და გააგვიანა, ეს არის კლაუნი პარკეთშიკი. პარკეთშიცა. ცა. რაიქშიკი. როგორ ახარ? კარგად, შე როგორ ახარ? მე მაგრად. დიდი ხანია გაიღვიძე? კი, მინდა გითხრა, იმიტომ რომ გავუძე 7-ზე. მე გაჩვენებ საძინავს წუნას. წამოდი. არა, სად მინდით? მაშინ მე არ გაჩვენებ საძინავს. წამოდი, მე გაჩვენებ საძინავს წუნას და თქვენ მიხვდებით რომ ეს ოთახი არის სუსტად საჩემო. საწუნეთში. თქვენი იმყოფებით საწუნეთში, ესე იგი. აჰა. ბევრი წუნები, ბევრი წუნები და ასე. ერთადერთი რისი გაკეთებაც მოვასწარით, ეს არის ჩემი ოთახის. ხო, ანუ ჩემი, იცი რა მდგომარეობა გვაქვს, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, ერთი აქანა დავდგავ სტენკას და აქანა გავაკეთებ ბუხარს, აი ეგეთი მდგომარეობა გვაქვს ზუსტად. ეს არის ჩემი ზომა საწუნი. შეგიძლიათ დააწყვეტო. ძალიან კარგად იძინება და შესაბამისად ალბათ იღვიძება. იღვიძება კიდევაც გადასარევად. და ეს იღვიძებ ბუნებაში. ბუნებაში ბოტანიკურ ბაღში. სხვათა შორის ის კითხი შეენო. რა გაგვიანდა? ყვავილებს მორწყვა უნდა და. არა დაიწყავინო. ყვავილებს წყავ ყვავილებს. ყოველდილით. ხო, ეხლა რადგან აცივდა, მიხვდი რა ხდება, რომ აცივდა, ბევრის დასხმა აღარ ჭირდებათ. აჰა. ამიტომ მე შენ გასწავლე ყველაფერს, შემდეგში რომ მოხვალ, შენ თვითონვე დაიწყებ. მე ვიცი რომ ყვავილებს კვირაში ერთხელ უნდა მორწყვა, თუ არასწორი ინფორმაცია მქონდა მორწყვა. აბა იმ ყვავილებმა რა ქნან წვიმას რომ ელოდებიან. არა, ის ყვავილები იმიტომაც არიან გარეთ, რომ უნდა არიან გარეთ ყვავილები თუ რა ქვიათ? საგარეო ყვავილები. საგარეო ყვავილები. ესენი არიან საშინაო ყვავილები. სასაბამისად მე დაწუნე საგარეო ყვავილებსაც გაჩვენებ, ანუ შემიძლია. ჯერ მორწყავთ საშინაო ყვავილებს, ვახე მე რაღაცა ჩემი ბოტანიკური ბაღი აქვს, ა? კი. შვენიერია. ბოტანიკური ბაღი გვაქვს. ვარჯიშობ ხოლმე, მაგიდას ურწყავ წვებს? არა. არა, მე ხო ძალიან ისე, მე დილიდან უკვე ვარჯიშით ვიწყებ და შესაბამისად ტელეფონს გაკეთე. ოპატიეთ, ფაქტს. ესე იგი გავიგებ, წუნა როგორ იღვიძებს, რატო იღვიძებს? როგორ ვიღვიძებ? მარჯვენა ფეხით. მარჯვენა ფეხით ძინავს. აი ეს ხომ ძინავს და დილით ცელს რო ვახელ. ზუსტად იცი რომ ეგრე გძინავს? ზუსტად როგორც წვები ღამე ისევე იგივე პოზაში ვიღვიძებ დილით. აი ზუსტად. ესე ხომ ძინა დილით რო ვიღვიძებ ფიქრობ ხა ესე რო გადმოვიდე რაღაცა გადმოვარდებით. ამიტომ ჯერ ვსწორდები 2 წამი და მარჯვენა ფეხს გამაუცილებლად. და დღემ შემარცხენა დავდგი. ჩათვალე რომ ანუ შენ პრინციპში ესეთი ლოგინიც გეყოფა ხო თუ ესე გძინავს და არის? არა, მე ეხლა მაგ ზუსტად ეგიდეა რომ ვიფიქრე რომ ჩემ ოთახში გადმოვიტანო მთელი სახლი. ჩემი ფორმის ისეთი. ამ ლოგინს გავამეოთხედებ, ამ სკამებსაც გავანახევრებ და პრინციპში ყოფილი ბუხარიც კი აქ დაეტევა მინდა. ბუხარიც დაეტევა, კი. ხო არიცი იქით. დედა ჩემი იმალება, მაგრამ მე დაიმალება. ეს გახლავთ ჩემი დედიკო და ჩემი ძაღლი და ჩემი სიამაყე ყვავილი. ჩემი სიამაყე ყვავილი. ეს სიამაყე ქვია ამ ყვავილს? ამ ყვავილს ქვია სიამაყე, იმიტომ რომ იზრდება და გადადის აი ესე ზემოთ. და უნდა და ფარდა არ გჭირდება ფაქტიურად, მინდა გითხრა. გაიგეშია საქმე. როგორი მოფქრა, ბუნებრივი ის კაკესო დაჭრდილვა ოთახის. შეგიძლიათ გაიაროთ ქალბატონო თუ გნებავთ ეს დედიკო. ეხლა ხა დავიქირავე და. ეს არის იმედი მაქვს მიხვდებით იასამანი. ეს სულ ეს ხარობს. აი ჩინური იასამანი. ჩინური იასამანი ის არ მოყავს როგორც ქართული იასამანი. ქართული იასამანი და სხვა შორის კარგად იმაშება. ეს არის იცი რა? ყვავილია. რა შეძახე კალაკოლჩიკ თუ რა? ზარუკები. ზარკები. ზაზუნები. ზანზალაკები. ზანზალაკები. ეს არის ყვავილი, რომელიც კაქტუსი, უბრალოდ კაქტუსი, რომელიც ხანში გადაში ორჯერ ხავს. ისხავს. შიგადაში გისხავს ხოლმე. თუ გამოისხა. გამწვანება ასოცირდება ეს ჯანსაღესთან. კი, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობ. ცხოვრობ და როგორ ვარჯიშობ?
როგორ ვარჯიშობ გეტყვი, ხა რო გითხრა რომ ავდივარ და ზღვაზე დავრბივარ მეთქი მოგატყუებ. კი, ნამდვილად. მაგრამ გვაქვს პერიოდები, აი ესეთი გამოჯანსაღების, როდესაც მე და ჩემი ძმა ვდგებით დილით და ვაწვევით კუსტბაზე. ხო. ფეხით არა. მანქნით. მანქნით და მე იქ ვიწყებთ ჯანსაღ ცხოვრებას. მე იქ მანქნიში ჩავშრებ. იქ როგორ ცხოვრობთ ჯანსაღ? გეტყვი. ზუსტად 2 წრეს ვარტყამ კუსტბას და ეს ხო? ახლა ესე დავდივარ ხოლმე, ახლა ზვესდები ხო იცი როგორ დადიან. კარგი, ნახოთ როგორ წყავს ყვავილებს. ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ დროებით დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით. აუ ის ნემიროვით წყავ თუ იმით რა ქვია? არა, არყით არ წყავ. არყით. თიკო საერთოდ უნდა იცოდე რომ ყვავილი ერწყმება წყლით. ხო, თორე ხო წავი არ გეთქვა წავიდე. ეხლა მოდი, მე შენ გასწავლე უცებ, ხო? რა უნდა გააკეთო? აი ამას უსხამ ცოტას. ყვავილს. მე შენთან ერთად ეხლა დავიწყებ მორწყვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთად. ხო, მართლა ვაგრძელებთ, ამის თქვა მინდოდა და მეტი სხვა არაფრის. ესე იგი, მე იმასაც გეტყვი, რომ მე მინი ბოთლი მაქვს, წუნას ბოთლი. მინი ბოთლი. ანუ შეგიძლია აი აქ სადმე იპოვო ადგილი, აი აქ არის ზუსტად სადაც და დააკვირდი. აი ზუსტად რომ რაღაცა სულს გავაკეთებ და ისე აი მე გავაკეთებ. მაშინ ისეთში და ისეთში. თან რაც თორია ლამაზად და ისე ესთეტურად უნდა მოწყა ყვავილი. ცოტა აიყო. იცი რატო სტოპ? იმიტომ რომ ესე გადმოდის ხოლმე წყალი და ამას აჰა, და ეხლა უნდა დაველოდო და მე კიდე უნდა ჩაიწერს და მე ამასობაში მე დავიწყებ აქედან. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ყვავილს თუ შენი ხელი არ მოეწონა. ხო, რა შეიძლება გახმეს. ხო, მართლა. დაგსოს ხო. ეს მართალია თუ იგონებ ახლა? არა, არ ვიგონებ. მართალია ერთი ვიცი რა არის ზუსტად მართალია. აი ხო ამბობენ რაღაცებს რომ აუ და გავითვალე სისულელე, მაგრამ ამბობენ, ხო? რაღაცა იმას შემომხედა ფეხი გადამიბრუნდა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა რა ხდება? აი შემოდის ვიღაცა და გვეუბნება რომ რა ლამაზი ყვავილია. შეიძლება მესამე დღეს ეს ყვავილი გახმეს, იმიტომ რომ იმა ცუდად კი არ შეხედა. არა, მე მარტო ეს არ გამიგე და ის გამიგე გახმია რომ ეს მე რომ ხმება. და ეს რა ლამაზია ეს მე. არა, თვალზეა. გახმი. ფუი რა ცუდი ხარ ბავშვები. ფუი რა ცუდი ხარ, ეს უნდა მოეფერო ჩემს ყვავილებს. შენ შეგიძლია აქეთ და მაგას რა დავსხავ ხელოვნური. მართლა აი დედას პიცა არა, ეხლა შენ თუ ამ ეს ვერ შეამჩნიე და არ ვიცი რა ხარ საერთოდ. კი, შევამჩნიე. რაჯიშის ხარ. რა პირველად არ ვწყავთ, ყავს არ გიგონებთ რომ პირველად ვწყავს სხვათა შორის დიდი და პერსპოს. არ გიცდია ყვავილების გახარების? გახმი, ფუი. გადმოუშვი. ესე როგორი მხიარული დილა გქონია ყვავილებთან ურთიერთობით ერთობი. მართლა იცი რა არის? მართლა ისეთი ის არის, ეს ძალიან ფაქიზი მოსავლელი. რაქიზი? ფა. ამას სხვა შორის უყვარს წყალი. იცი რა შეგიძლია? ეხლა ძალიან რა. აი აქ დაასხა ქვემოთ ლამბაკზე. და შეისრუტავს. აი მე რა გაკურებული სახით ვიყო. პირველად გაიგე რომ ყვავილს შეიძლება ქვემოდან დაუსხა წყალი. რა ყვავილი რო ისრუტავს? მტვერსასრუტი ვიცი. მე ძალიან მაინტერესებს ერთ ეს. მე ერთ-ერთი შემსრუტავი ვიცი მტვერსასრუტი და ყვავილის თუ ყვავილს ისრუტავს. აი დაუსხი ლამბაკზე. წყალი რო არ დაასხა ხა ძირს მოატარო ესე ყველაფერი მტვერს ისრუტავს. მომეთ დაასხი. კიდე შეგიძლია დაასხა. არა უშავს გაშრი უთხარ. გაშრი. წინ ამებს როგორ წყავ? ამებს ვწყავ, ეხა ზუსტად გაჩვენებ როგორ. ძრები აი აქ. და ზუსტად აი ამ ადგილას უკან აქვს ერთი პატარა ღრმული. რომელშიც უნდა ჩავასხა ეს წყალი. თუ აცი. დანარჩენი აი შეხედე სულ ფესვია. აჰა. და შესაბამისად აი ხედავ რები ხდება აქა. ოი. შესაბამისად სხვა ადგილი არ არის რომ წყალი დაასხა და აი საუმისნებ ხო? ისე ვუმისნებ. მიდი შეგვერდით ვართ. აბა, მიდი. თქვენი შეძახილები არ მესმის? უნა! ჩვენ რო ახლა იქით გადავიდეთ და ყვავილები ვrწყავთ, შეიძლება საღამომდე ამას ვერ მოვრჩეთ და ამიტომ ჯობია. დედა ნაწილი მოვრჩეთ მე და თიკომ. ეხლა რაც შეეხება სამზარეულოს. ჩვენ ესეთი მაგარი. რაც შეეხება სამზარეულოს, დაგიბრუნდებით ძალიან მალე და გავიგებთ რა შეეხება სამზარეულოს. მაშ ასე ვაგრძელებთ. ჩვენ სამზარეულოში არის ისეთი ნივთები, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ანტიკვარებად. მე ხო გითხრათ ეჭე მეთქი იშვიათი ჯიშის წარმომადგენელი
ის კი არის ის, რომ ორ კვირაში ყველაფერს გადაუყრი. ეს დროებით გავიხაროთ. ხო, ანუ რა ხდება? აი ეს გაზი მინდა რომ ძალიან კარგად დააფიქსიროთ. არის იცი რა დროინდელი, როცა საერთოდ საქართველოში გაზი შემოვიდა. აჰა, საქართველოში პირველი გაზია. პირველი გაზი არის ეს. პირველი გაზი ეს რომ შემოვიდა, ნუ. კი. აი ეს არის ზუსტად ჩემხელა. აი ეს სამზარეულო, შეიძლება ერთად ვიზრდებოდით და ერთად ვქალდებოდით და ვკაცდებოდა ჩემი ძმასთან. დაკალდით. აი ეს. აი ეს. არის მე მგონი ბებია ჩემის ხე. ბებია ჩემს ერთად იზრდებოდნენ. მერე გაიბზარნენ ორივე. გაიბზარნენ ორივე. კი. ასევე მინდა გითხრათ რომ აი ესეც ხო, სამოვა. არა, ეს ბებია ჩემის ბაბუის ხელა. ეს მე განვაახლეთ. ბაზალაჩნები ხო, აი ზუსტად მაშინ მიყიდეთ ესა. და რაც თავარია, აი ეს ყველაზე ანტიკვარული რამ და რატო? იმიტომ რომ აი ესენი არის ჩემი და ჩემი ძმის მიკრულები, რო ვიყავით ზუსტად 2 წლისები და აი ესე რო დავბობხავდით ზუსტად იმ ესე რო ვაკრავდით. ხო, აი ეგრე რო ვაკრავდით. აი ესეთი რაღაცები ხომ მეზარება რაღაცების გამო. ეხლა რაც შეეხება დილას. დილა სამზარეულოში პრინციპში. პირველი სამზარეულოა, სადაც შემოდიხარ? სადაც შემოდიხარ, იმიტომ რომ ვიდუღებ ყავას. აუცილებლად. დილით სვამ ყავას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ხილსაც სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე. კი, აუცილებლად. ხილი და თუ არის დეჯი მიცხობს. ის რაღაცა ნამცხვარი, რომ ცოტა ანუ უზმოზე რო არ დაიწყო მუშაობა. უზმოზე რო არ დაიწყო მუშაობა. უზმოზე ვსვამ ყავას, მაგრამ იცი რა არის? ძალიან მაგრად მომწონს. კარგი ტრადიცია აქვს ინგლისში, მაგრამ გასუქდები. აჰა. რომ მოგიმზადო, გინდა მოგიმზადო. ინგლისური ბრექფესტი მოგიმზადო. მინდა. იმიტომ რომ ძალიან კარგია, იცი, აი გიждები მაგათ ტრადიციაზე, რომ დილით დგება მთელი ოჯახი. მთელი ოჯახი იწყებს ამ ინგლისური ბრექფესტის მომზადებას და არის რას თქმა უნდა ძალიან მარტივი და ადვილი, რომ ოჯახი იწყებს როგორ დედა, მამა, ბებია, დედა, მამა, შვილი, აი ვინც არის სახლში, ხო, ან დედა, მამა. ნუ ქმარი თუ ამას აკეთებს, სოლი ამას აკეთებს და მე მართალი ჩვენი ხალხი ზო არა გვაქვს და საკუთარი სახლები როგორც იქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უზარმაზარი მაგიდა იშლება, თავისი ყავებით, ჩაებით და მარტივი. ეს არის ურდედა სოსიჯი, კვერცხი, შემწვარი და მოთუთქული პომიდორი. და ყავა, ჩაი. ვაჟა understand-ია. ვაჟა understand. მითხარი და შენი დილა. ხო. განსხვავდებოდა ალბათ ინგლისში და აქ ბევრად, ხო? კი, ბევრად განსხვავდებოდა, იმიტომ რომ იქ 10 საათზე უკვე ვიყავით სტარტზე და მანამდე უნდა მოგვესრო ეს ინგლისური ბრექფესტი, რასაც ქვია, ანუ მაგრამ იცი რა არის? კაი იყო. კაი იყო. ძალიან კარგი. ჩემი დილა იწყებოდა ჯერ მარტო იმიტომ ხალისით რომ ვიყავი სხვაგან. და რომელ საათზე? და ვიყავი თბილისში. ადრე ხო ბევრად თბილისში. არა, ვიდრე თბილისში რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ხარ 8-ზე უკვე ეს საღად უნდა ყოფილიყავი, რომ უკვე ეს და რაზე ვგიჟდები? არიციან გაბრაზება. და არიცი სულ დაღლილი ხარ, აი ცადე პროსტა. დაღლილი ხარ, ცუდად ხარ, რაღაცა გჭირს, ხო და ვირვე რა შეხდა აი ზუსტად. არ სახე არ ეჭმუხენება ხალხს მინდა გითხრა. ჩვენც არ გვეჭმუხება. აი ესე იწყება და ჩემი დილა. 200 ინგლისელი. ჰელო! რა დაგიზახე უკვე კარგ ხასიათზე ხარ მინდა თქვა. ასე. კაი ჩვენ სხვა ესე შემოვედით ეხლა რა უნდა. კი. გასი სულ ველაა ესე იგი მე არც მithქოს. ველებზე იქით იყოს ველები. ჩემი გიდელი საიდანაც კვერცხებს კრიფავ ხოლმე. სოსისი, პომიდორჩიკი და რაც თავარი ეს ყოფილი კეთდება ცალ-ცალკე. ყველაფერი ცალ-ცალკე და მე არ ზავდება. ცალკე იწვება სოსისი, ცალკე იწვება კვერცხი, ცალკე ითუთხება პომიდორი და შემდეგ ერთ დიდ, ასე ვთქვათ, ბლუდი თუ როგორ ეძახიან, ბლუდიჩკაზე ეწყობა ეს ყველაფერი და თავისი ყავებით და მისი ბლუდიჩკი თურთ მივირთმევთ. მისი ბლუდიჩკი თურთ მივირთმევთ. ცოტაღან დამტოვეთ რა ხალბატონო თუ შეიძლება. ვიწყებთ ინგლისურ ბრექფესტს. მე ესე რომ უნდა დაველოდო. თიკოქშია? ისე, ჩესნად მითხარი. არშია, ხო? გელოდები, ხო? ისე თუ გინდა მომეხმარე, გინდა? აბა რას ვიზამ, ასისტენტი არ გჭირდება?
პარკეტშიც აქვს, ასისტე ყველაფერი ვარ, უნივერსალი. ეხლა შენ რაც შეგიძლია რომ გააკეთო, გაფრთხნა ჩვენი სოსიჯი, ვინაიდან და რადგანაც ეს უნდა შევსვათ. ნუ დააფიქსირებთ ეხლა ფირმას, იმიტომ რომ რეკლამა გამოგვივა. არა, ჩვენ უკვე რეკლამებს უკეთებთ ყველაფერს, აი მაგალითად ის რა ქვია. აი. ეცად ებში. ეს რა არის სპორტის სამყარო? არა. აბა იმისი რა ქვია, კლასიკური სამყარო. კლასიკური. აი, ინგლანდ სამყარო. ძალიან. აი, ოღონდ რა არ ვიცი. რა, სად, რა, არ ვიცი რამე, რამე. აი, მიკროფონი. აი, მე მიკროფონის ასისტინე. აი. ეხლა მე იმასე გქვა. ხო იცი? არა, როგორ არ ვიცი. პირიქით ხახსა ვითომ არ ვიცი. ვითომ ხო იცი შენ. მე როგორ ვიცი. აი, ამას ვაკეთებ სხვათა შორის თბილისში, არავინ ესე არ აკეთებს. საიდან მოიტანე ამ ხელა დანახოვერ მე? აი, თუ მცოდნოდა რომ საიდან ახლა დანა მქონდა საჭი. კიდე მე ხო ყველაფერს პოულობ. სხვათა შორის გირჩივნოს მომენტ. დავდიოდი სასისკის დაჭრის კურსებზე, კი და ვიждები მე შენზე. და ვიცი რომ შენ ეგეთი მაგარი ხარ. და არა მხოლოდ სასისკის, ისე დაჭრის კურსებზე დავდიოდი. აი, ეგ ამბებიც მსმენია. ჭრაკერვის. აჰა. აჰა. ეგ არის და მაესტრო. ეგ არის და მაესტრო ესე იგი. ხა ჩვენ ვიღებთ ზეთს. ამათ შეხედეთ რა გეხვეწა. ზაზასია, დიკოსია, წუნასია. ვისია, აკაცია, ბაკაცია, მამას შენი რაკაც. ესე იგი. შუაშია. წვავთ სოსიჯს. ერთად სასისკს როცა ტაფაზე, ეგრეთ წოდებულ ტაფაზე, ვიცი რომ ხმა არ უნდა ამოიღო. ხო თუ ის ხინკალზეა, ხინკალს როცა წყალში. ხო და აი სულ მაინტერესებდა რატო არ უნდა ამოიღო. ხმა როცა ხინკალს აგდებ წყალში, არ იცი? იცი რატო, იმიტომ რომ დაიშლებაო. აი დილით რო ადგებიან და აი ის უხმოდ უნდა გააკეთო. სხვა შეს ბევრ რამეს აკეთებენ უხმოდ ადამიანები. არა, გავკიშთ, მოდი დავაწყოთ ახლა ჩვენი სოსიჯები. შეგადაში შეგიძლია გათიშო ხოლმე და მე გაწყვეტო, რომ ძალიან დიდი გამოა ეს ვინ არის რამ ხელა კერძი დაიწყო. რა კერძი დავიწყო, რომ წამში იქნება მზად. გაწყვიტა ახლა ზაზა. გაწყვეტა და ეს რომ მზად იქნება ჩავთო. ეს რომ მზად იქნება ჩავთო. თქვენ ამას შეგიძლია ჩაიხუტოთ ესპერი სანამ კერძი სოსისის კუნო შეიწვება. არ არსებობს ეს როგორ ქენი ჩემ თავს გაფიცებ. გაჩვენა? მაგძელებ მაგოიძარას. იყო სოსისი და გახანა. რა არის ეს? უნარ და სასუქი დაუმატე. ეს როგორ ქენი? როგორ არის ეს? დროჟზეა ეს სოსისი. საფუარია. ტრიალი თუ მიყვარს დილაობით სამზარეულოში, ხა ამ ჭურჭელს ყველაფერს მე შენ გარეცხავ. იცი რა არის? ყველაფერს ვაკეთებ მართლა. აი ხლა წასული რო ვიყავი მთელი თვეზე მეტი, ხო? აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი და იქთან იცი როგორი სიტუაცია მქონდა, რომ 20 კაცი ინგლისელი შემოდიოდა საღამობით ვახშამზე ჩემთან, ჩემს ოთახში. და მეუბნებოდნენ, maybe love you today or ხაჩაპური და მე ესე ცეცხლში შენთებული, სრულიად ვიყავი და ქართულ კერძებს ვამზადებდი. შემდეგ იმ ყველაფერს ვალაგებდი, ვრეცხავდი. და მინდა გითხრა, რომ აქაც ჩაკავში. გათხოვება. რა იყო რესტორანი ქონდა შენი გეუნები და ბოლოს სანამ ისტერიკა მოაწყვე არავინ არ დამიჯერა რომ ცუდად ვიყავი. ინტერესი ღიმილი დავდი. ხინკალს ახვევდი. ეს ვეთქვა რა ეს წადი დაიძინე ან რაღაცა კეთე. ჩვენ ხო რაღაცა 4-ზე შევჩერდით ხო დღეს? 4 სოსისი 4 კვერცხი 4 ძალიან კარგია. თუ დააკვირდებით ყველაფერი 4-ია. 4, 2 ხელი, 2 ფეხი, ხო 4-ია. გამოვიდა 4. 2 ყური, 2 თვალი, ესეც 4. 2 თვალი, 4. ეხლა ჩვენ 2 კბილი, 4 კბილი, 2-ს მივუმატოთ 2 ბოლოს და ბოლოს 4 და ასე შემდეგ. მუსიკას არ უსმენ ხოლმე ამასობაში, ან ინფორმაციას არ იღებ ტელევიზორის საშუალებით, სანამ ამ ტრიალში ხარ, ტრიალ სამზარეულოში. არა. არა? ესე არის ჩართული დილიდან ტელევიზორი, რა თქმა უნდა, მუსიკა. ინფორმაციას არ ვიღებ. ინფორმაციას არ იღებ. არ მინდა. ბოლომდე ბლოკავ, ხო სანამდე შეგიძლია. არა, მაინც მიწევს საბოლოო ჯამში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ მივიღო ინფორმაცია. კარგი განწყობა დილიდან.
არ გინდა? რა თქვია ხა ეს ინფორმაციები და ამბები. მოკლედ, სულ ცოტა ხანში ჩვენი English breakfast იქნება მზად. ვინაიდან და რადგანაც დაგჭა მხოლოდ პომიდორის ჩათუთქვა. ხო და ამასობაში შეგვიძლია ჩვენ თებშები დავალაგოთ. გთხოვთ, რაღაც ბევრია, მაგრამ მაინც. ხანო 4-ია და ეს. 4 და სიმბოლურად. 4. დღეს 4 რიცხვი არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. არა, ეგ მან არ დადო, იმიტომ რომ მან ის უნდა დავდოთ და მე ჩვენს ბიჭს უნდა ვაჯამოთ კიდე რაღაცა, არა? იდევს ის მაყურებელს. აი, ეს მაყურებელს. ხომ უნდა მაყურებელს. უნდა გაიწვა რომ მაყურებელს ყოველთვის უნდა. არა, მე მართლა დამავიწყდა და ძალიან მიხარია, რომ ცოტა ხანში მაყურებელს შევუერთდები. აფს, კეკე მალადეც. ხო, სხვათა შორის წუნა აპირებს დაბრუნებას. არა, წასული არც ყოფილვარ, პრინციპში. წასული, უბრალოდ ინგლისში იყო და დიდი პაუზა ქონდა აღებული და ახლა ისევ შემართებით მოეკიდება თავის საკუთარ საქმიანობას და გააგრძელებს კარიერას ტელესიძეში. მე და შენ პრინციპში ერთ პონჩი ვართ, ხო? კი, მე და შენ და შენ და მე. წელია ისე მე და შენ ერთ პონჩი ვარ. მე და შენ ერთ პონჩი ვართ, დაახლოებით 5 წელია. მაგარია. მაგარია, ყველაფერი მაგარია. 5 წლის მერე აი ჩემს სახლში არის და აკეთებს ინგლისურ breakfast-ს. მე მიფიქრებდი. სტაბილურობიდან კეთილდღეობა. შეგიძლია გაწყვეტო თუ გინდა დაისვენო. ხო. გავწყვეტოთ, სწორედ ძალიან ბევრი იქნება. ის მე იღებს მაინც გაიგერი, იმიტომ რომ ოთარაშვილი როგორ რაღაცებს სვავს და ესეც უნდა არ გამორთო, როგორ უნებიან რომ გამორთო. ესე დაიჭირე ვითომ გამორთული გახდა, მაინც გადაუღეო. მაინც რა იცი რა ხდება. გონი არ ვიცი ჩართული რო ხარ ეხა, გონი არ ვიცი. აბა წითელი თუ ანათებს. აი, არა, ეს წითელიო გამორთეო და ვითომ ესე რო არ არიჩა. რაისიმა, ბრავა! რა გოგო წავედი და რა გოგო დავბრუნდი, აი პროსტა თქვი ეხლა რა. ძაღლი გაღვიძებს წუნადილობით მაღვიძებს რო. ძაღლს ჩემთან ძინავს, მინდა გითხრა. ძაღლს ძინავს ჩემთან და შესაბამისად მაღვიძებს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არის ძალიან ბორო ძაღლი. და თვითონ თუ ღვიძავს, სხვასაც უნდა ეღვიძოს აუცილებლად. დავიწყეთ. ეს დაგიბრუნდით და ეს რაღაც ხომ უნდა მეჭიროს ხელში და დავიჭირო რომ ეს მონაწილეობას ვიღო Black Fest-ის მომზადებაში. მაშასე მოიშუშქნა ჩაი თუ უთქა პომიდორი კი და ჩვენც მოვემზადეთ საკვების მისაღებად. ჯერ არა? უცილებლად ესე იგი. მოდი წუნას მომზადებული საუზმე როგორ მაინტერესებს. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ გემრიელია. ეგრე ნუ მიყურებ. გავსინჯავ. შენ არ გიყურებ ამ შემთხვევაში პომიდორს ვუყურებ. ძალიან მაგარი დილა. ამოვაყირაო. და ესე იგი ჩვენ იზღა დაგვრჩენია რომ პრინციპში მაგის გარდა კიდე ბევრი რამე დაგვრჩენია. ამა გავაკეთოთ აუცილებლად. ყავა გაკეთებულია? არ არის გაკეთებული. კაი, გაკეთებული იყოს თუ კიდე. არ არის გაკეთებული. არა, კიდე რამ ვიყავა? არაფერი, უბრალოდ ჩაის ავადუღებ წყალს და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ და მე ყავას შემოგამატებთ. კარგი, მაშინ მე დავიწყებ და მოდი შემოგამატებ. უკაცრავად თქვენ პურს მიირთმევთ, იმიტომ რომ როგორც წესი პურს არ მიირთმევენ დილაობით. საერთოდ პირდაპირ ეთერში არ მივირთმევ ხოლმე და ისე სახში კი. სახში კი, ანუ ახლა სახში ხარ და მოგიტანო? არა, ახლა სახში არ ვარ, ახლა მიიღებენ და მიიღებენ. ეს კამერა აი მე მაშინ წეს მოგიტან, ახლა ნატურალურს, რომელიც აუცილებელია და კარგია, ფრიად. ეს გამატანე მე რა ესე ვთქვავიდე. ხილი. კეკე, როგორ აღუძებ შენ წუნას დილაობით მითხარი რა კეკე რა. მითხარი რა კეკე, როგორ აღუძებ წუნას დილაობით ეს აღუძებ. დასრებაზეა? დასრებაზე. 1 2 3. წავიდა. მაინტერესებს წუნას დილით ვცხოვრობ დღეს და მაინტერესებს. არა, არ ცხოვრობ, თვათ შემეხე შენ მას მგონია რომ ეს დილაობ. უბრალოდ ხო რაღაცა ზოგჯერ კარგია. ზოგჯერ კარგია ესეთი დილა რო გქონდეს. ესე იმიტომ რომ მე კაი ხანი არ შეჭამ. აი, გაჩვენებთ როგორი დილა უნდა გქონდეთ. წესით და რიგით. ზაზა. იცი რა გემრიელია. საზა მომე გადავიღებ, მინდი და შენ დაჭექი ჭამა, ხო წამი რა მომე რა გადავიღებ და შენ დაჭექი ჭამა. შენ რო ეს არ ჭამო? მომე. ხო მომე.
ზაზა მიდი დაჭამე. ზაზა. ზაზა ჭამე მიდი ზაზა. ზაზა ჭამე. მიდი. მიდი ზაზა. დღეს ჩემთან სტუმრად არის ცნობილი პიროვნება. რაცა ჩემო რა კაი კადრები მაქვს. როგორ? რომელსაც ქვია ზაზა. მე და ზაზა თითქმის ერთად ვიზრდებოდით. მიდი ზაზა. აი ეს აიხდინა ოცნება ზაზამ, როგორც იქნა. როგორია? გასინჯე? როგორ დავაზუმო მითხარი? დაზუმება არ ვიცი, ამიტომ მოვალ პირდაპირ. კაია, ესეთი კადრი პირში რო გიღებე, კაია. მოდი ხა მე გადავიღებ. მეც აქ ვარ. ეს დამგვარად. ასე და ამგვარად. გავაგზელეთ ხო წუნა? იმის შემდეგ რაც დავიხუნძლეთ. ჩაკმეჩა რო არ გადაგეღო არიანება. გამიყიდა თან დამპარი რო ჩაუკმეჩა ცოტა, იცი? აქ რაღაცა დამპარი არ არის. მოკლედ. ჩვენ ხალ შეცკავთ. აირონზე ბანანით. ბოტანიკური ხილი, ბუნება, ჰაერი და ასე შემდეგ. ყველაფერზე და მე საერთოდ მაგვიანდება და შენი დილაც ამოწურულია, მინდა ვთქვა. მეც მაგვიანდება. ამიტომ წარმატებულ დღეს გისურვებ ჩემო წუნაო შაბათს მაესტროს ეთერში გამოჩენას და ასე შემდეგ. აი დიდი ლაქონა წუნას მე გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ შევხვდებით თავიდან ჩავწერე. ნიჭამ! ნიჭამ! განავიღო! შენ თიკო ესეთი დამპალი იყო რო ჩაკმეჩე? დავიწყო. დავიწყო. ხო, ეგეთი. დაიწყე. ამით წინას დილა ამოწურული, ანუ ეს მესეშაზე შენი დილა იყოს ამოწურული თუ შენი დილა და შენი შუადღე და საღამო კიდეზე და ღამესთან ერთად. აუ, რა ვთქვი? წუნას დილა ამოწურულია. მართლა ამოწურულია. დაგებიწევით და გემშვიდობებით კიდევ ერთ ცნობილად და მე შევხვდებით, მაგრამ როდის კაცმა არ იცის. ანუ ეს მესეშას რომ კიდევ ერთხელ გეტყვით დილა მშვიდობისას. დღეს არა. პაკა. პირველად მოვდივარ რესპონდენტისგან ხაჭაპურით ხელში. აბა, კარგად. პაკა. პაკა. სანაცღელია. შორზე ხوارა ხო შენ. სანაცღელია გადაიღე. გადაიღე მეთქი. აი ეგრე. პაკა.